თბილისი მარათონი 2016-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. ისინი ორ კატეგორიაში 10 კილომეტრიან და 9 გარბენში გამოვიდნენ. მათ სპონსორი კომპანიებისგან სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. Heidelberg Cement's მიერ ორგანიზებული ღონისძიება უკვე მეხუთეს გაიმართა. წელს მარათონიდან შემოსულ თანხას კომპანია გააორმაგებს და ის მთლიანად საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება. მეგობრებინის პროექტები პირველად მივიღე მონაწილეობა ასეთი სახის შეჯიბრზე, სიმართლე გითხრათ არ ველოდით ჩემ შედეგს, ვაჩვენე საუკეთესო შედეგი და ძალიან გახარებული ვარ და დიდ მადლობას ვუხდი Heidelberg Cement's, რომ ასეთი შეჯიბრი ჩაატარა. მე-13 მივიღე თბილისის მარათონში მონაწილეობა, სამივეჯერ პირველი ადგილი დავიკავე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ღონისძიება ტარდება Heidelberg-ის ეგიდით და არის ყველაზე მთავარი რო არის საქველმოქმედო და მთლიანად ირიცხება ქველმოქმედებაში შემოსული თანხა. წელს დარეგისტრირდა 2000-ზე მეტი მონაწილე, ძალიან დიდ დაზზე მიუთითებს და ჩართულობაზე Heidelberg Cement ყოველს მადლობას უხდის, როგორც მონაწილეებს, ისე მხარდამჭერებს და წარმატებას უსურვებთ მათ ასპარეზობაში. კარგი ღონისძიება ზოგადად თბილისის მარათონი, როგორც საქველმოქმედო კუთხით, ასე სპორტული კუთხით, მასობრიობაა ჩართული და არანაკლებ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ჩართულია ჩვენ მასობრივ ფედერაციასთან ერთად. არ არის გასაკვირი.